სამტრედიის ამბების რუბრიკის ერთი დღე პროფესიაში ფარგლებში დღეს გველის საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალთან, რომელიც თავისი განვლილი გზით, გამოცდილებით, მიზანდასახულობით, პროფესიისადმი სიყვარულით ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მედიცინის რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში. ჩვენი სტუმარია რადიოლოგიის რეზიდენტი გიორგი ხარებავა, ადამიანი, რომელიც უკვე წლებია მუშაობს კლინიკა ხარებაში. გიორგი არა მხოლოდ პროფესიის ერთგულია, არამედ მშობლიური ქალაქის სამტრედიის უანგარო სიყვარულითაც გამოირჩევა. წარმატებულ და გამორჩეულ ექიმსა და ადამიანს კლინიკაში ვეცნობთ. გიორგი მოგვითხრობს ყოველდღიურ რუტინაზე, ბავშვობის წლებზე, განვლილ გზასა და ცხოვრების საინტერესო დეტალებზე. გამოკვებით წინ საინტერესო გადაცემა გელით, რომელსაც მე, ჟურნალისტი ლაშა კოტორაშვილი გავუძღვებ. კიდევ ერთხელ მოგესალმები გიორგი. პირველ რიგში გვიამბე შენ შესახებ. შენი თვალით დანახული გიორგი ხარებავა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვარ გიორგი ხარებავა, რადიოლოგიის რეზიდენტი. მოკლედ ვთქვით, რომ თქვა ჩემი ავტობიოგრაფია. გიორგი ხარებავა არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყოველდღე ისწავლებს და ყოველდღე ახალი რამ შემატოს თავის თავს. იმისთვის, რომ პაციენტებს გამოადგეს თავისი ცოდნა. გიორგი ხარებავა არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყოველდღე იყოს უკეთესი. რათა ეს თავისი ცოდნა მოახმაროს პაციენტებს და პაციენტებისთვის დავტოვო რაღაც კვალი, დადებითი კვალი. დავიბადე 1997 წელს საშუალო სკოლა გამოვიდა სამტრედიაში, კერძო სკოლა ცოდნაში, წარჩინებით. ჩემი წარჩინების დამთავრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, მინდა აღნიშნო სკოლა ცოდნის მასწავლებლებს ხალბატონი მარინა ნადირაძეს თავსხმობით. ასევე ჩემს სწავლა განვითარებაში უანგაროდ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ხალბატონ ლია უდიას, ისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ამ ყველაფრის შემდეგ ჩავაბარე თბილისში საკურნალო ფაკულტეტზე და 3 წლის განმავლობაში ვსწავლობდი თბილისში. შემდეგ მე ოჯახმა ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყავ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რათა პრაქტიკა გამეგზელებინა ჩემს კლინიკაში და ჩემი კლინიკის წარმატებისთვის მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ დავამთავრე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 თვის შემდეგ წარმატებით ჩავაბარე რეზიდენტურის გამოსვლა და მოხდა რადიოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ჩემთვის სასურველი ფაკულტეტი იყო. კლინიკა ხარებაში უკვე წლებია მუშაობ. როგორია შენი სამუშაო გარემო? გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები მედიცინაში. კლინიკა ხარება დაასწრა 2012 წელს. ამის შემდეგ განაგრძობს ის ფუნქციონირებას. როდესაც კლინიკა გაიხსნა 2012 წელს, ამ ამბულატორიულ კლინიკაში მხოლოდ 2 კაბინეტი ფუნქციონირებდა. ეს კაბინეტები იყო ეხოსკოპიის კაბინეტი და ლაბორატორიული კვლევების კაბინეტი. ჩვენი ეხოსკოპიის კაბინეტი აღჭურვილია საექსპერტო დონის აპარატით, რომელიც არის ამერიკული ბრენდის General Electric-ის ფირმა და მოდელი წარმოდგენილია მოდელი Logic E9, რომელიც როგორც აღნიშნე არის პრემიუმ კლასის და საექსპერტო დონის აპარატი. ამის შემდეგ ჩვენმა კლინიკამ ძალიან ბევრი გზა გამლო, რომლის წარმატებაშიც მე ვსწრებულობდი მონაწილეობას, ასევე ჩვენი თანამშრომლებიც დაუღალავად შრომობდნენ, რათა მივიღწიათ ის წარმატებას. გაიხსნა შემდეგ ტექნოლოგიური კაბინეტი, რომლის დაარსებაშიც მე დიდი წვლილი მიუძღვის. შემდეგ შეგვემატა მრავალი სპეციალისტები და დღესდღეობით სამტრედიაში არსებობს ამბულატორიული კლინიკა ხარება, რომელიც აღჭურვილია სრულიად მაღალ ტექნოლოგიებით და სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. კეთილი. ჩვენი რენტგენოლოგიური კაბინეტი აღჭურვილია შემაძვის იაპონური ბრენდის აპარატით, რომელიც არის თანამედროვე აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მინიმალური დასხივების დოზით მივიღოთ მაქსიმალური გარჩევადობის სურათი. ასევე ჩვენ გვაქვს DRS თანამედროვე აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი პროგრამულ უზრუნველყოფას და გვაძლევს საშუალებას, როგორც აღნიშნე, მინიმალური დასხივების დოზით მივიღოთ მაქსიმალური გამოსახულება. ტექნოლოგიურ კაბინეტს გააჩნია გამოსხივება ჩვენს კლინიკაში 6 თვეში ერთხელ ჩამოდიანა სპეციალური სამსახური, რომელიც ამოწმებს რენტგენის გამართულად მუშაობას, ამოწმებს, რომ დასხივება არ გადის
გადის ამ ოთახის გარეთ, ხოლო წელიწადში ერთხელ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამინისტრო ჩამოდის და ამოწმებენ აპარატის გამართულად მუშაობას. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს აპარატი ყველაფერი არის ახალი და საექსპერტო დონის აპარატებია ეს ყველაფერი. როგორც უკვე აღნიშნე, კლინიკის შექმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა შენი მამის სახელს უკავშირდება. ხარება დღეს გამორჩეულ ადგილს იმკვიდრებს უფრო ვრცლად გვიანბე კლინიკის დაარსების, მისი პროფესიონალთა გუნდისა და სერვისების შესახებ. დიახ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი კლინიკამ ფუნქციონირება დაიწყო 2012 წელს. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, აქედან გამომდინარე, მამაჩემს ვეხმარებოდი თუნდაც ფიზიკურ შრომაში, ასე რომ ვთქვათ, პირველი აგურიდან ამ კლინიკაში ჩავდა ჩემი შრომა და მშენებლობაში ვწებულობდი მონაწილეობას. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენი მიზანი იყო, რომ სამტრედიაში შეგვემატებინა კიდევ ერთი ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური ცენტრი, სადაც პაციენტები თავს იზრდებოდნენ უსაფრთხოდ, იქნებოდნენ კომფორტულად და იქნებოდა მისაღები გარემო. ჩვენს კლინიკაში არის მრავალი სერვისი. ჩვენი ამბულატორიული კლინიკა პაციენტებს განსთავაზობს როგორც სტომატოლოგიურს, ასევე ეხოსკოპიურს, ნევროპათოლოგიის კაბინეტი, ტრaumatologიის კაბინეტი, უროლოგიის კაბინეტი, გვაქვს რენტგენოლაბორატორიული კვლევები, გვაქვს ასევე ლაბორატორია, ასევე თვალის ექიმიც, ოფთალმოლოგიც ჩამოდის ჩვენთან, ქუთაისიდან მოწვეული სპეციალისტები, ემოციური სპეციალისტები. უნდა აღნიშნო, რომ სამტრედიაში ჩვენს კლინიკაში მუშაობს არა მარტო სამტრედიელი ექიმები, არამედ ქუთაისიდანაც ჩამოდიან ძალიან პრესტიჟული კლინიკიდან ექიმები და ისიც მინდა აღნიშნო, რომ როდესაც ქუთაისში კონსულტაცია მათთან ვიზიტი ხის 80 ლარი, ჩვენთან ეს ვიზიტი გაფასებულია 50 ლარად. როგორ ფიქრობ, რამდენად რთულია შენი პროფესია, რას მოითხოვს ის და როგორი ურთიერთობა გაქვს პაციენტებთან? ჩემი პროფესია რთულია, რადგან მოითხოვს ზედმეტად დიდ დაკვირვებას, რათა მოხდეს სწორი დიაგნოზის დასვა. როგორც უკვე ვთქვი, სწორი რენტგენოლოგიური და ეხოსკოპიური დიაგნოზი მკურნალობის ნახევარს უდრის. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დაკვირვებით ვაკვირდებით პაციენტებს, ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე და ისიც მინდა აღნიშნო, რომ ჩვენთან პაციენტი არ არის მხოლოდ რიგის ნომერი და არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ რიგითი პაციენტი. ჩვენ ვზრუნავთ მათ ჯანმრთელობაზე, ვზრუნავთ რომ მათ თავი კომფორტულად იქნან. დედა წარმატებული ექიმია. დედის პროფესიულმა გზამ ხომ არ განაპირობა შენი არჩევა? დიახ, თითქოს ბავშვობიდან დაწერილი იყო, რომ მე ექიმი უნდა გამოსულიყავი, რადგან 6 წლიდან უკვე შეხება მქონდა პაციენტებთან, ვაკვირდებოდი დედა როგორ მუშაობდა და როგორ ღებულობდა პაციენტებს, ასევე ვაკვირდებოდი პაციენტების მიერ გამოთქმულ მადლიერებას, რამაც განაპირობა, რომ მე ექიმი გამოსულიყავი. ასევე მინდა ის აღნიშნო, რომ როცა პატარა ვიყავი, დედა დადიოდა პაციენტებთან ოჯახებში და მე სახლში მარტო არ დავჩენილიყავი, დავყვებოდი მას და ეს პრაქტიკა ბავშვობიდან მაქვს. ხოლო როცა დედა ხშირად უწევდა დედას თბილისში წასვლა კვალიფიკაციებზე, გადამზადებებზე, არჩევოდი დებოსთან. გარკვეულწილად ბავშვობა გაიხსენე და მოდი უფრო ვრცლად შევეხოთ ბავშვობის წლებს და როგორი ბავშვი იყო გიორგი ხარებავა თავისი ბავშვური ოცნებით? ბავშვობაში ძალიან ცერკი ბავშვი ვიყავი და ყველაფერს მიმართ ინტერესი მქონდა. რისგან გამომდინარე, ჩემს მშობლებს ხშირად დავყავდი მუზეუმებში, თეატრებში და ასევე ღებულობდი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას. ბავშვობიდან მაინტერესებდა თუ ყველაფერი როგორ იყო აწყობილი, თუნდაც სათამაშოები და ასეთ რაღაცები, ამიტომ ყველაფერს დაშლით ვიყავი დაკავებული. ყველაფრის აწყობა მართალია მიჭირდა, მაგრამ დაშლა არ მეშლებოდა, ასე რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ყველაფრის შეცნობის სურვილმა გადამაწყვეტინა ის, რომ მე მუშავა სამედიცინო სფეროში, გამეგო ადამიანების ორგანოების აგებულება და ფუნქციონირება. კლინიკაში მუშაობის პარალელურად რეზიდენტურაზე სწავლობ. როგორ ახერხებ დროის სწორად განაწილებას? საკმაოდ რთულია ორ ქალაქში, სამტრედიასა და თბილისში ერთდროულად საქმიანობა, თან ისეთ საპასუხისმგებლო სფეროში, როგორიც მედიცინა. დიახ, ძალიან ხშირად თბილისიდან მოვდივარ სამტრედიაში, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას აქ ვარ, რათა ჩემ კლინიკაში მივიღო მუშაობა, ჩემ კლინიკის შრომაში მივიღო მონაწილეობა. ხანდახან უბრალოდ ვამბობ, რომ ავტობანზე ვცხოვრობ ხოლმე, იმიტომ რომ სულ მიწევს მოძრაობა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა აღნიშნო, რომ როდესაც მიზანი მკაფიოა, ენერგიაც ჩდება და ეს ყველაფერი მაძლევს იმის საშუალებას გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ასევე მადლიერი პაციენტებიც მაძლევს სტიმულს იმისთვის, რომ უკეთესი ვიყო
იყო უფრო მეტი ვისწავლო და ეს ყველაფერი მეხმარება ამ გზის განსხვავებაში. ნიშნავს შენთვის მშობლიური ქალაქი და რა ადგილი უჭირავს მას შენს ცხოვრებაში? ჩვენი სამტრედია მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის როგორც უკვე აუჩნე ვცდილობ რომ ჩვენს ქალაქში შევმატო რაიმე ახალი სამტრედია ჩემთვის არის ფესვები აქ დავიბადე აქ დავიზარდე აქ დავიწყე სწავლა-განათლება აქ დავიჩინე პირველი მეგობრები და ასე ვთქვათ სამტრედია ჩემი კომპასია სადაც არ უნდა წავიდე ჩემი გული და ჩემი პოდობსა მაინც სამტრედიისკენ მოდის და ბოლოს სათქმელი რომელიც გინდოდა გითქვა სამწუხაროდ რომელიც მინდა მეთქვა ის არის რომ ახალგაზრდებს მინდა მოუწოდო რომ არ არის აუცილებელი განათლების მიღების მიზნით წავიდეს დიდ ქალაქებში ან უცხო ქვეყნებში მინდა ვთქვა რომ ჩვენს ქალაქებში შეიძლება მივიღოთ განათლება და მინდა ისიც ვთქვა რომ სამტრედია მინდა რომ გამოავითაროთ იყოს უფრო წარმატებული იყოს უფრო მრავალფეროვანი და ახალგაზრდები დაბრუნდნენ სამტრედიაში და მოღვაწეობდნენ სამტრედიის რეგიონში მადლობა გიორგი დროის დათმობისთვის და ასეთ საინტერესო დიალოგისთვის. სამტრედიის ამბები კვლავაც გააგრძელებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების უფრო ახლოს და სხვა რაკურსით გაცნობას. დღევანდელი სტუმარი გიორგი ხარებავა ამის საუკეთესო მაგალითია. ახალგაზრდული შემართება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ნიჭიერება და მშობლიური ქალაქის სიყვარული ქმნის და აერთიანებს მის საინტერესო და მრავალფეროვან ყოველდღიურობას. წარმატებები გიორგის და ჩვენს მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე.